ახლა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, აქ ხალხის ნაკადი ყოველწუთიურად იზრდება. მე ჩემს ოპერატორს გიორგი ჩეწირულს ვთხოვ გაჩვენოთ კადრში არსებული ვითარება, რაც ხდება ახლა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ ადამიანები მოსულები არიან ნიღბებით, უმეტესობას უკეთია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი რეჟიმისადმი, რეჟიმის რომელიც ჯერ სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მოქალაქეებს, დემონსტრანტებს, რომლებიც ევროპულ მომავალს რუსთაველის გამზირზე იცავდნენ და შემდეგ უკვე მიიღო ცვლილება, შეცვალა კანონი და უკვე დასჯადი გახადა ნიღბის ტარება ქალაქში, დედაქალაქში აქციებზე, სადაც უშვებდნენ ცხელმსადენ მომწამლულ გაზს და ადამიანებს აყენებდნენ სპეც დანიშნულების რაზმის წევრების ზიანს. დაუმორჩილებლობის აქცია ამ წუთებში იწყება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ ფაქტობრივად უნიღბო ადამიანს ვერ ნახავთ. ჯერჯერობით აქ პოლიცია არ გამოჩენილა. ეს სიმღერა ოლა შეიქმნა ქართული ოცნებისთვის სპეციალურად აქციის მონაწილეების მხრიდან და აქ რაც შეკრება დაიწყეს აქციის მონაწილეებმა ხშირად იცის ეს სიმღერა, ასევე როგორც თქვი, ისროდნენ მაშხალებსაც, ეს არის სიმბოლური ერთგვარი ცეცხლი ოლიგარქიას ისმის შეძახილები. ეს არის სიმბოლური ჟესტი, იმის მაჩვენებელი, რომ ხალხი არ აპირებს რეჟიმის დამორჩილებას. მე ახლა გავესაუბრები აქციის მონაწილეებს. სამი ბიძინა ივანიშვილი დგას თქვენს უკან. რისი თქმა გინდათ რეჟიმისთვის ამ აქციით? ფაქტობრივად არ მინახავს ადამიანი, რომელსაც დღეს სახე დაფარული არ ქონდეს თქვენს ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი დაშლემით ხართ მოსული. კი ბატონო, რისი თქმა გინდათ რეჟიმისთვის? აი რეჟიმმა აი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. აი ამ წუთებში ციცვიან ფეიერვერკებს, რომელიც ასევე დანაშაულია მიხეილ ყაველაშვილის პირველი განკარგულებით, რომელმაც ხელი პირველ დღესვე მოაწერა ინაუგურაციის შემდეგ. რა თქმა უნდა, იმ მოცემულობაში, როდესაც მშვიდობიან პროტესტანტებს, ასე ვთქვათ, არბევენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები და ჩვენ მათ იდენტიფიცირებაც კი არ შეგვიძლია და მათ არანაირი არც ნომერი არ აქვს და მათაც სახეები აქვს დაფარული. ამ მოცემულობაში ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ აქციის მსვლელობისას ჰქონდეს დაფარული სახე. ეს არის პირდაპირი ტერორი მოსახლეობის და პირდაპირ ნიშანი იმისი, რომ ეს ხელისუფლება მოქმედებს რუსული კანონებით, რუსული მეთოდებით და ცხადია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამას დავემორჩილოთ. დღესაც დაიჭირეს ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმის გამო, რომ ყინვაში სახე ქონდათ უბრალოდ დაფარული და მოკლედ ახლა ამითი ცდილობენ, რომ ყველა ხერხით ცდილობენ, რომ პროტესტი და ეს მუხტი, რომელიც არის საზოგადოებაში, ჩააქრონ ყველა გაგონილი და არ გაგონილი, უბრალოდ რუსეთში გაგონილი მეთოდები. ეს რეპრესიები, ფაქტია, რომ არ ჭრის მოქალაქეებზე, ხო ადამიანებზე, რომლებიც ქუჩაში თითქმის უკვე 2 თვეა დგანან. რითი უპასუხებს ხალხი რეჟიმის ამ რეპრესიებს? რეპრესიებსაც იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც ვიბრძვით. ეს არის მშვიდობიანი აქციები, ეს არის პროტესტი, ეს არის ის, რომ ხალხი არ შევა სახლში, სანამ ყველა რეჟიმის ტყვე არ იქნება თავისუფალი და სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები. მადლობა. მე კიდევ გავესაუბრები აქციის მონაწილეებს. გიორგი, გამომყევ, მოდი გავესაუბროთ ბიძინა ივანიშვილის სახის მქონე დემონსტრანტს. გამარჯობა, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენს ბიძინა ივანიშვილი ხართ. ამ გამოსახულებით, ამ ნიღბებით, რისი თქმა გინდათ რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქისთვის? ბიძინა აპროტესტებს უკანონობას, აქ დგას ბიძინა ჩვენთან ერთად, აი ჩემი და აი მეორე ბიძინაც არის, კიდე ბევრი ბიძინები არიან აქ.
რისი თქმა უნდა მინდოდეს, რომ უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას. სამუდამოდ უნდა მოშორდეს და დაგვანებოს თავი. იმიტომ რომ ადამიანები ცოდოები არიან უკვე რა, აღარ შეიძლება ესე ცხოვრება, როგორც ჩვენ ცხოვრობთ. მარყუჟი რეპრესიების ყოველწუთიერად იზრდება. ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღე ახალ და ახალ შეზღუდვას უწესებს დემონსტრანტებს, რომლებიც მშვიდობიანად ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში თითქმის 2 თვეა გამოდიან. რას დაუპირისპირებს ხალხი რეჟიმის ამ ძალადობას? მათი სურვილია, რომ შეწყდეს, დასუსტდეს აქციები. ეს მცდელობა მას გამოვა? ხალხის მთელი ძალა არის ერთობაში და ამ ერთობას ვერავინ და ვერაფერი ვერ მოერევა რა. ეგა. საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ განთავისუფლდება რეჟიმის თითოეული ტყვე და არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ხედავ კადრში რომ ხალხი დაიძრა, ჩვენ გავყვებით მსვლელობა არსებული ინფორმაციით, პირველადი ინფორმაციით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართება და რა თქმა უნდა ადამიანები ნიღბებით წავლენ პარლამენტის წინ, იქ სადაც იმ კანონებს იღებენ, შემზღუდავ სადამსჯელო კანონებს იღებენ, რომელიც ადამიანის უფლებებს ლახავს, მათ შორის ერთ-ერთი არის აკრძალვა ნიღბის სახის დაფარვის შესახებ. ადამიანებს სიცივეშიც კი არ აქვთ უფლება, რომ სახე ქუდით დაიფარონ, რადგან ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ ამით ადამიანების ამოცნობა უჭირთ. დღეს 7 ადამიანი დააკავეს თემქის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 ჯერ დააკავეს დროას აქტივისტი, რომელიც არეპუება და არეგუება რეჟიმის ხილად შეწიგ რეჟიმის აკრძალვებს და ის ნიღბით გადაადგილდება. ასევე ჩვენ ვნახეთ არაერთხელ პროტესტი, როდესაც მაშხალებს ისვრიან აქციის მონაწილეები. ახლა როგორც უკვე გითხარით, მსვლელობა ფილარმონიიდან დაიძრა საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით, დაუმორჩილებლობა. ეს არის მთავარი გზავნილი აქციის მონაწილეებისა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ათობით ადამიანი გადაჰყავთ ივანიშვილის რეჟიმს, ვახტანგ გომელაურის რაზმის დაჯგუფებებს, ეგრეთ წოდებული კანონდარღვევისთვის ციხეში და მათ შორის არიან სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მყოფი ადამიანები და ასევე ადმინისტრაციული წესით აკავებენ დღეში 20-ზე მეტ ადამიანს. ეს ადამიანები არაპირებენ რეჟიმის რეპრესიებისადმი შეგუებას. აქ თითქმის არ არსებობს აქციის მონაწილე, რომელსაც სახე ახლა დაფარული არ აქვს. ნაწილი შავი ნიღბებით არის აქციაზე მოსული, ნაწილს უკეთია ოლიგარქ ივანიშვილის ნიღაბი. ეს არის სიმბოლო იმის, რომ ივანიშვილი არის თავი და თავი სწორედ იმ რეპრესიების, რომელიც საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ახლა მე კიდე გავესაუბრები აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით, მოდი შეწიqsad გამარჯობათ. ბიძინა ივანიშვილის ნიღაბი გიკეთიათ და ამ საპროტესტო აქციაზე ხართ. რა მიზანი აქვს აქციას? დაუმორჩილებლობა ისმის აქციაზე შეძახილები. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. დიახ, დაუმორჩილებლობა უკვე ფაქტობრივად არავის არაფრის არ ეშინია, როგორც ვთქვით უკვე მე რამდენად დააჯარიმეს მარიამს იჭინავა, შესაბამისად სოლიდარობა იმისათვის ადამიანებს არც ნიღბის წარების არ ეშინია და არც არანაირი. შესაბამისად ოლიგარქმაც და მისმა პაიკებმაც უნდა გაიგონ, რომ ხალხს უნდა მოусმინონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ და ისევ ხალხის პროტესტს მიიღებენ. შესაბამისად ძალიან მალე უნდა წავიდეს ეს მთავრობა, სხვანაირად არ გამოვა. მოუწევს ბიძინა ივანიშვილს წასვლა? ანუ ესე რომ ვთქვათ, ივანიშვილს წასვლა არ უნდა, რადგან მას აქვს ესე რომ ვთქვათ კომპლექსი ფულის დაკარგვა. შესაბამისად მას უნდა თავისი ფული დაიბრუნოს, მაგრამ მაგას ვერ ეღირსება ვერანაირად და შესაბამისად ეს ხალხიც არ დანებდება არასოდეს და რა თქმა უნდა საქართველოს გაიმარჯვებს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. მადლობა თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ცეცხლი ოლიგარქიას ისმის მსვლელობაზე შეძახილები. ახლა გავესაუბრები კიდევ ერთ აქციის მონაწილეს, რომელსაც ჩვენთან საუბარი მოუნდება. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. დაფარული სახეები, სხვადასხვა ნიღბებით მიემართებით საკანონმდებლო ორგანოსთან. რასეუბრებით ივანიშვილის რეჟიმს ამით?
რომელმაც სცემა დაარბია, შემდეგ აკრძალა ნიღბები, ფოიერვერკები და რეპრესიებს უწყობს ყოველდღიურად მომშვიდობიან მოქალაქეებს. მე როგორც კონკრეტულად ერთი პიროვნება ალბათ უკვე აღარაფერს, ხედავთ რამდენი ხალხი არის, ხედავთ რა ხდება და როგორ მუშაობს რეპრესიული აპარატი. ეუბნებით ერთ ცეცხლი ოლიგარქიას, სიკვდილი კაპიტალისტურ კლასს და მეგობრებო, უნდა გააცნობიეროს რაღაცნაირად ამ რეჟიმმა, ხო? სად მოვიდა და სად უნდა ეს დიქტატურა და ასე შემდეგ. არა გამოუვათ არაფერი დიდი ბოდიში მომიხდია და მომითხოვია მათთან რა. გადავიდნენ თავიანთი ნივებით და რაღაცა ჯოჯოხეთა მანქანებით აგერ რუსეთში და ვერდით სამეზობლოში კიდე სადაც მიიღებენ. მადლობა თქვენ. გადავინაცვლოთ იქ ხარეს რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს რა ხდება ახლა გზაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე. ქუჩა გადაიკეტა, იმიტომ რომ ხალხი აქ ძალიან ბევრია. მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მიემართებიან საკანონმდებლო ორგანოსკენ. აქ გაშლილია ევროკავშირის დროშა, მოქალაქეებს მოტანილი აქვს საქართველოს დროშები და მსვლელობა მიდის პარლამენტის შენობისკენ, მთავარ ადგილზე, სადაც უკვე თითქმის 2 თვეა საზოგადოება იკრიბება ყოველდღიურ რეჟიმში. მოქალაქეებმა საკუთარ საქმედ აქციეს რუსთაველზე გამოსვლა და ბიძინა ივანიშვილისთვის იმის თქმა, რომ არ შეეგუებიან დიქტატურას, რომელიც დაკანონებასაც ბიძინა ივანიშვილი კრემლის დავალებით ცდილობს, მას შემდეგ განსაკუთრებული ძალისხმევით, რაც საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიიტაცა ხელისუფლება და ახლა უკვე უწყობს ჯოჯოხეთს საკუთარ ხალხს. მთლიანად გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, ჩვენ ახლა რუსთაველის მეტროსთან ვართ უკვე და მივემართებით საკანონმდებლო ორგანოსთან. წინ მიუძღვის მარშს და მსვლელობას ახალგაზრდა გოგონა საქართველოს დროშით და ევროკავშირის დროშით. ფაქტობრივად არ არსებობს არც ერთი საპროტესტო აქცია, სადაც არ ფრიალებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები იმის სიმბოლოდ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ფრთხილად გიორგი, ევროპული ქვეყანა და რომ ის არ შეეგუება რუსეთში წათრევას, რომლის მცდელობაც ქართულ ოცნებას და მის მესვეურებს აქვთ. მოდი გიორგი, გავესაუბროთ კიდევ აქციის მონაწილეებს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. ბალაკლავა, რომელიც ახლა დანაშაულია, შეგიძლიათ გითხრათ, რა საუბრებით რეჟიმს? არა, კარგით. გამარჯობა. ბიძინა ივანიშვილის სახით მიემართებით პარლამენტთან. აკრძალულია ახლა ნიღაბი. დიდი ალბათობით შესაძლოა მალე პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქ ადამიანები კანონის დარღვევისთვის დააკავონ. მათ შორის შესაძლებელია იყოს თქვენს. არ გეშინიათ ახლა რომ არღვევთ მათ რეპრესიულ კანონს? მეშინია ნამდვილად, მაგრამ შიშზე არ არის დაფუძნებული ჩვენი სახელმწიფო და ჩემი თანამებრძოლები ეხლა ციხეში ხედან მაგის გამო. და ღირსეულად შევუერთდები მეც მათ ციხეში და თანახმავარ ამაზე. რა შეუბნებით ამ დაუმორჩილებლობის აქტით, ამ აქციით რეჟიმს, რომ არ შეეგუებით რეპრესიებს? რა თქმა უნდა, არ შევეგუებით რეპრესიებს და ვეუბნებით იმას, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, არ გვინდა რუსეთი და ვართ დამოუკიდებლები მათ გარეშე. მადლობა, მე ვერ გეუბნებით ვისვე საუბრები, იმიტომ რომ ყველა აქ ნიღაბით არის და მათი ცნობა ჩემთვის შეუძლებელია, შესაძლებელია ეს ჩვენთვის ნაცნობი ადამიანებიც იყვნენ, ან და უბრალოდ აქციის მონაწილეები, რომელსაც საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს რუსთაველის გამზირზე. არ არის ძალიან ცოტა ადამიანი, რომელსაც სახეზე არ აქვს ნიღაბი, ან არ აქვს დაფარული სახე ბალაკლავით, ეგრეთ წოდებული ბალაკლავით, ქუდით, რომლიდანაც სახის უმეტესი ნაწილი არ ჩანს და ეს არის დაუმორჩილებლობის აქცია, რომელიც სიმბოლურად მიემართება საკანონმდებლო ორგანოსთან, რომელმაც რეპრესიული კანონები დააკანონა, მაშინვე როგორც კი თვით გამოცხადებულმა პარლამენტმა ინაუგურაცია გამართა მიხეილ
ყაველაშვილის ერთადერთი კანდიდატის, პრეზიდენტობის კანდიდატის პრეზიდენტად არჩევისა. ასეთი ახლა სიტუაცია რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიასთან ვართ ჩვენ. აქცია ჩავა, როგორც გითხარით, საკანონმდებლო ორგანოსთან ისმის სიგნალები გესმით თქვენ გიორგი ვაჩვენოთ. აქ ავტომობილები უმეტესი ნაწილი აქციის მონაწილეებს აქვთ. აი კიდევ ერთი ფოიერვერკი ისროლეს. საინტერესოა რომ ჯერჯერობით გომელაურის რაზმის წევრები არ გამოჩენილან, მიუხედავად იმისა, რომ მათ დღეს რამდენიმე ადამიანი თემქის პოლიციასთან დააკავეს და ჩვენ გვახსოვს, რომ როგორ სიმბოლური ჟესტიც კი ფეიერვერკის გასროლის მთავრდება ხოლმე აქციის მონაწილეების დაკავებით და მათ არა მხოლოდ აჯარიმებენ, არამედ მაქსიმალურ ვადას იყენებენ და 48 საათის განმავლობაში ტოვებენ ხოლმე გისოსებს მიღმანო და თუ გვაქვს ჩვენ დრო, მე შემიძლია რომ კიდევ გავესაუბრო აქციის მონაწილეებს. გამარჯობა. და ველაპარაკოთ ადამიანებს, რომლებსაც გამარჯობათ. აქციასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თითქმის ყველას უკეთია ნიღაბი და ყველა აპროტესტებს იმ კანონებს, რომელიც დააკანონა ივანიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა. რას ეუბნება ეს დაუმორჩილებლობა რეჟიმს რეალურად? ჩვენ არ ვცნობთ არალეგიტიმურ ქურდ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტპატიმრების თავისუფლება. უკანონო დაკავებული 51 ადამიანის დაუყოვნებლივ განთავისუფლება და ჩვენ ამ ხალხის გამო პირველ რიგში ვიბრძოლებთ. უკვე 52 იმიტომ რომ რეჟიმმა ციხეში გამოკეტა ჟურნალისტი გზია ამახლობელი სტიკერის გაყვრისთვის. ყველაფერი დანაშაულია ახლა სახის დაფარვა, თუნდაც სიცივის გამო ფეიერვერკის გაშვება, სტიკერის გაყვრა. სულ მაინტერესებს, დღეს დააკავეს კიდევ 7 ადამიანი. ეს არის იმის თქმა, რომ არავის ეშინია ივანიშვილის მისი რეჟიმის და პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე. იმიტომ ხდება, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება. ეს ადამიანები არიან ტყვეები და ჩვენ არ გვეშინია რუსეთის ხელდასმული არავისი ამ ქვეყანაში. მადლობა. კადრში გაჩვენებთ ახლა, რომ უკან მსვლელობას მოჰყვება გამოჩნდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ორი მიკროავტობუსი და ერთი საპატრულო პოლიციის ავტომობილი. არ ვიცი ისინი აქ რისთვის არიან მოსულები, იმისთვის რომ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ქუჩაზე აქციის მონაწილეები თუ დაიწყებენ მათ მიერ რეპრესიებს, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, თუმცა გიორგი ვაჩვენოთ აქეთ ქუჩა სავსეა, რუსთაველის ქუჩა სავსეა, გამზირი, მივემართებით პარლამენტისკენ და რა თქმა უნდა, მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით.